მოგესალმებით ბატონო იაგო, დღევანდელ სერიაში ჩვენი ვიდეო სერიის გსურს ვისაუბროთ ყაზბეგზე, კერძოდ ყაზბეგის ბუნების ძეგლებზე, გეოლოგიურ პროცესებზე, რომელიც აქ მიდის და ზოგადად იმ გეოლოგიურ კონტექსტზე რამაც შექმნა, ხო? კავკასია და შემდგომ უკვე ჩამოვიდეთ ყაზბეგზე. და თქვენგან ასევე მაინტერესებს, სანამ გადავალთ მოკლედ თავარ სასაუბრო თემაზე, თქვენ როგორ დაინტერესდით გეოლოგიით, აი მოკლედ რო გითხრათ. ბოლოდან დავიწყოთ თუ თავიდან? თავიდან დავიწყოთ. ეს ყაზბეგი არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ადგილი გეოლოგიურად მთლიან კავკასიაში. ამიტომ თერგი მდინარე, რასაც ჩაჭრა, რომელიც მიედინება ჩრდილოეთის მიმართულებით, ჩაჭრა გაკეთა მთლიან შრეებს ხედავთ და ძალიან ბევრი გეოლოგი მოდის აქა და მიდის მიმდინარეობს შესწავლა ამის. თავიდან აქ გვაქვს უძველესი ქანებიდან რომ დავიწყოთ, დარიალში გვაქვს ორი ეგეთი პალეოზოური გრანიტოიდები, ან ზოგი გრანიტებს ეძახის და ზოგი გრანიტოიდებს. ეს იმიტომ რომ მაგის წარმოშობაზე ძალიან დიდი დავამოდი არის. ზოგი ფიქრობს რომ რაღაცა ქანები სილიციუმ-ოორით გაჭირებული დაიძირა მაღალი წნევისა და ტემპერატურის შემდეგ გარდაიქმნა გრანიტად და ამიტომ ქვია გრანიტოიდი. და ზოგი იძახის რომ გრანიტი არის. თავიდან რო ვთქვათ, დედამიწა რო გაიწყო გაციება, ჩამოყალიბდა ფილები. ერთ-ერთი ეგეთი ფილა იყო ჩრდილოეთის სკვითური ფილაქანი. აქეთ მხარეზე არაბეთის მხარე იყო და ყალიბდებოდა ალპური გეოსინკლინის, ალპური ოროგენეზისის მწვერვალები. თუ ესპანეთთან გამოყვებით, შეიძლება ჩავიდეთ ოროგენეზისი, რაც იყო ალპური ავსტრალიამდე. მთელი ზოლი, მთელთა წარმოშობის ზოლი მდებარეობს მაგაზე და იმის ჩრდილოეთ მხარზე ვართ. აქ იყო ერთი ეგეთი ჩრდილოეთის განშტოება, გეოსინკლინური აუზი. ძალიან ღრმა აუზი, ჩავარდნილი იყო დაბლა და აი გრანიტული ძირი ქონდა რა, ასე ვთქვათ. ამაზე ზევიდან ნალექები, აი მდინარეები ხო იყო სკვითურ ფილაქანზე და ის მოდიოდა მდინარეების ილექებოდა, რაც უფრო შორარ და რაღაც ილექებოდა თიხაფიქალი, რაც უფრო ახლოს იყო ქვიშაქვა ილექებოდა. თუ ვთქვათ რომ ზღვა სიმაღლე ქონდა 200 მეტრა, ესე იგი 200 მეტრამდე აღწევს შუქი და ბუნება ცოცხლობს იქა და მაშინ კირქვები ილექებოდა ეს. ანუ აქ ჯერ კიდევ ოკეანის ფსკერიდან არ არის ამოსული, ხო? არ არის ამოსული. ხო და აი მაშინ გეოსინკლინიზ დაიწყო მერე სკვითური ფილაქანები მოწოლა რომ დაიწყო ნელ-ნელა ამოწევა. ამოვიდა ჯერ ეს გრანიტული პალეოზოურ გრანიტები. ეს პალეოზოურ გრანიტები არის დათარიღებული 330 მილიონი წლის წინანდელია. ამოდიოდა ეს ჩადიოდა და შექმნა აი კუნძულების სახით ჩამოყალიბდა და გაყო ეს ზღვა თითქმის ორად. აქეთ მხარეზე სხვა ზღვა დარჩა და იქეთ მხარეზე სხვა ზღვა. იმიტომ სხვადასხვა ნალექები გვაქვს კავკასიონის იქეთ მხარეზე და აქეთ მხარეს კიდე სხვა. ხო. და ეს ადიოდა ჩადიოდა. ამაზე ზევიდან ტრანსგრესიულად დადებული არის ქისტურას წყება. რუსულად კისტინსკაია სვიტას ეძახიან რა. ჩვენ რო ახლა ქართველებს რო დაგვესახელო, მაშინ ხდის წყებას დავაც. რომელიც შედგება სახურავი და კრისტალური ფიქლებისაგან. და ეს რომ მოძრაობდა მაშინაც მდნარი მასა მატიდან ამოდიოდა, მაგრამ ზღვა იყო რა მაშინ. და იქიდან ბაზალტური ვულკანური პროცესი. ვულკანური პროცესი, ხო და აი რო ნახოთ გრანიტები, დაიკები ამოდის. აი აქაც აი გადაყოლილი თეთრი მასები რაც აქვს რა. ყუროს ქედზე. ესენი არის სულ დაიკები. დიაბაზის დაიკები და დიაბაზის ჩვენ ვეძახით ამ დიაბაზს, თორე დიაბაზი არის თვითონ ბაზალტური მასა გაჯერებული მინერალი ეპიდოტით. ეპიდოტი არის მწვანე მინერალი. და ამან შეღება რა და ყურივი მასა გააკეთა რა და ამ გრანიტებშიც ამოდის ეს დიაბაზი. მერე ამ გრანიტულ მასაზე გადაეფარა, როგორც ვთქვით, ქისტურას წყება და ამ ქისტურის წყებაზეც კიდევ იყო ვულკანური მოქმედებები და ესენიც გაჭრა რა. ამ დიაბაზის დაიკებმა რა. და ჩამოყალიბდა ეს ეგ არის გეუბნები რო ილექებოდა ეს ქისტურას წყება
180 მილიონი წელი. მილიონებს ხო, იგი. ვილაპარაკებთ. ისე. ამ ქისტურა წყების შემდეგ ეს არის უკვე იურა 1, ქვედა იურა. პლინსბახური პერიოდია რა, პლინსბახი. იურა იყოფა ქვედა იურა 3-ად. პლინსბახი, ტუარსი, ალენი. მერე შუა იურა, ბათი, ბაიოსი. და ეხლა პლინსბახზე ვლაპარაკობ, ეს პლინსბახი არის. და ამას ზევიდან ადევს ციკლაური წყება დაარქვეს. ციკლაური წყებაც უფრო ასპიდური ფიქლები, ასპიდური, იმიტომ ვქია რომ ასპიდი გველი ხოა და აი გველისავით რო გატეხავ ფიქალს იმისნაირი ელვარება რა. და დაიფარა ეგ წყება. ესაც ძალიან დანაუჭებული, ადიოდა, ჩადიოდა. ძალიან ამაში კიდე კვარცებიც ამოდიოდა რა. ეს მოძრაობა დამოკიდებულია, უბრალოდ დაძრულია ფილაქანთა მოძრაობით. ფილაქანთა მოძრაობით. ეს მოძრაობა ხდება, ესე იგი, ფილაქანთა მოძრაობაზე დამოკიდებული. ხო, ტრანსგრესია, რეგრესია, ეგრე ქვია. ხან წავიდოდა ზღვა, ხან მოვიდოდა ზღვა. სიმაღლესთან სხვაობასაც ხდებოდა, მაგრამ ძალიან ღრმა ზღვა იყო რა. ზღვის აუზი იყო ძალიან ღრმა, იმიტომ რომ ფიქალი უფრო მეტი ლაქებოდა ვიდრე ქვიშა. გადავედით ციკლაურ წყებას. აი მე ციკლაური წყებიდან უკვე თავდება ქვედაიურა, პლინსბახი. და უნდა გადავიდეს ზევიდან, კარგად უნდა დაედოს ეს ნალექი ტუარსი, გადასვლა ხომ ჩვეულებრივ უნდა მოხდეს, მაგრამ ამ დროს მოხდა დიდი რღვევა. შეცოცება, ასე ვთქვათ, რომ აი ეს დადებული ქანები ხო დიდი მასაზე იყო დადებული. დიდი რღვევა გაკეთდა და პლინსბახი წამოვაჯდა ზევიდან ტუარს. აი ესე შემოვაჯდა. აი მაგ სიტუაციას უყურებთ რა. აი ეს არის ყურუარი პლინსბახი. აქეთა მხარი არის ტუარსი. ეხლა დიდი განსხვავება რა გვაქვს ამაში? რომ აი იმაში გვაქვს სულ აი დაიკები ამოსდევს ისე პლინსბახს. დაიკებით არის გაჯერებული პირიტებით რაღაცა და აქეთ ხარჯზე გადმოხვალ ძალიან იშვიათად დაინახა უკვე დაიკას. ხო, რა თქმა უნდა. გადმოვედით ხო, ყაზბეგის წყებაზე. ამასთან დაკავშირებული არის ძალიან დიდი გამადნება და ისა თუ გავხედავთ იქეთ დევდორაკის მასივზე ძალიან დიდი სპილენძ კოლჩედანური საბადოა და სანამ ეს საბადო ჩამოყალიბდებოდა კოლჩედანური მაგალითად აი მაგის ძირას ამოვიდნენ ლავები ისევ ეს ბაზალტური ლავები რომელსაც ჩვენ დიაბას ვეძახით და წყალი ხო იყო და უცბად ცივდებოდა ქვები უცბად შეგაცივდა ხო და გამოვიდა ბალიშა ლავები კი ბატონო სპილით კერატოფეორული ფორმაცია ქვია ანუ ეს ჯერ კიდევ ხდება ფსკერზე კი ფსკერზე ხდება მაგრამ უკვე ამოწევაც ხო დაიწყო რა და ამის შემდეგ ამ ტუარსი ჩვენ ყაზბეგში გვაქვს ტუარსის შემდეგ აი ყაზბეგის წყება რო არის ყაზბეგის წყება თანდათანობით გადადის ღუდუშაურის წყებაში ღუდუშაურის წყებასა და მერე ბურსაჭირის წყებას ისევ დიდი რღვევა აქვს აი მერე ვნახავთ სიონთან ის წყება გადადის და რომელთანაც დაკავშირებული არის ვულკანური პროცესები და საერთოდ კიდევ ეს მოძრაობდა მაინც მაგრამ დიდი ამოწევა ამ თემმა დაიწყო 1 მილიონი წლის წინ და რითი იყო აი ეს დიდი ამოწევის განმაპირობებელი ფაქტორი რა იყო რაც აი ეს ალპური ოროგენეზისი აი ეს ფილაქნების მოძრაობა მქონდა რომ აი გონდვანა ხო და ლავრაზია ქონდა რა და ეგენ ხო გაიყო და ესენ სუდადიან რა ფილაქნები მუდმივად მოძრაობენ მოძრაობენ მუდმივად და აი ერთ-ერთი დიდი მოძრაობა იყო ეს ალპური ოროგენეზისი რომ როცა მთები ეჯახებოდნენ ეს ფილაქნები და ხო ხდება დანაუჭება და მოსვლა ბენიეფი ზონები სუბდუქცია ახლა მაგას ვეღარ მოვყვებით აი როგორ ხდება და მერე ლავაზს გარდაიქცევა ისე მერე რაღაც თელი გეოლოგია რა ეგ კი ბატონო ეს უკვე ცალკე საუბრის თემა შეიძლება იყოს ხო და ამ რღვევამ აი საცავდი გავართ რა და ეგ სპილენძი მეთქი აი ეგაც არის ერთი საბადო კი ბატონო ეს წინა საუკუნეში გაკეთებული 1900 წლებში საბჭოთა კავშირი არ იყო მაშინ საბჭოთა კავშირი მოვიდა იმაში გაყარეს ეს ბელგიელები და იქანამდე საბჭოთა კავშირიც კი იყო ძიება მაგრამ იმხელა მარაგი არ არის რომ საწარმოო მნიშვნელობა მიეცათ რა ეს საძიებო გვირაბებია ძირითადში რა ანუ ის რასაც მაშინ სპილენძს რომელსაც მოიპოვებდნენ
ხო. აქ გვაქვს სწორედ იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაზეც ვსაუბრობთ. კი, ხო და აი დევდორაკის საბადო იყო ძალიან ცნობილი და ისა ძალიან მაგარი გზებია ნაკეთები და ისა და ისეთი ღარიბები იყვნენ აქა, მაცხოვრებლები, ურმით ჩამოქონდათ, იქ საბაგიროებიცა გაკეთებული. ხო და საბაგირო თუ ჩამოვიდოდა რაღაც დონემდე, მე ურმით უნდა წამოიღოთ ეს და მე ეს ქანი უნდა ჩაეტანათ ვლადიკავკაზში, იქ იყო გახსნილი ქარხანა ქონდათ გაკეთებული, ახლა ელექტროცინკია ეს ქარხანა. და იქ მუშაობდებოდა სუფთა სპილენძი გამოქონდათ. სპილენძი რა, კუპრუმ ფერუმ S2 ფორმულა რა. რკინასა და გოგირს აცელდნენ, სუფთა სპილენძი რჩებოდათ რა. მაშინ ელექტროენერგია ძალიან იშვიათი ის იყო და გადამცემი ხაზები ალუმინი არ არსებობდა და სპილენძით იყო გადაცემა რა ყველაფრის რადიოსადგური რამე ყველაფრის სპილენძი საჭირო რამე იყო სპილენძი იმ დროში. ხო და იქ საბადოდან ერთი 20 კილომეტრზე მეტია რა მანძილი რა თან ესეთი გზებია რა და ჩამოქონდათ ქვით გველეთამდე და რა იღირებოდა აბა ეს ჩამოტანა ერთი ურემი მადნის რაში უნდა გავზომოთ საფასური მაშინ ახლა მაგას ვერ გავზომოთ პირდაპირ გეტყვი რა ნახევარი კილო შაქარი იღებდა შაქარი არის შევებოდა მაშინ და ჩვენი მეურმეები და დიოდნენ შაქარს იღებდნენ ეგე მაგით ანუ საკმაოდ რთულ ლანდშაფტი არის ხო იდეაში და 2000 შრომა ღირდა ნახევარი კილო წარმოგიდგენთ 2000 ზღვის დონიდან 2700-2800 მეტრიდან ჩამოქონდა 1000 მეტრამდე ესე იგი კილომეტრი და 700 თითქმის 2 კილომეტრი ვერტიკალური იმაზე ურმით უნდა ჩამოგეტანა მადანი მანდ კიდე ის დევდორაკი ცნობილი აი გამოსვლები 1832 წელს რო გამოვიდა პირველად ყინულის დაკიდული მყინვარების მიეკუთვნება და აი წელს მეთქი კი არა 2014-ში ჩამოვიდა ბოლო ყველაზე ისეთი დიდი გამოსვლა ყველაზე მასშტაბური კი აი ეს ნუ პრინციპში რა დევდორაკის ამ სტიქის გამოწვევის მიზეზებზე მეც გკითხავთ და მოვედით ჩვენ ახლა იქამდე რომ ჩვენი ქვეყანა წყლიდან ამოვიდა ხო ამოვიყვანეთ ხო და ალპური ოროგენეზისის დროს მილიონი წლის წინ დაწყებული საქმე და ვაგრძელებთ ავას ზოგი გეოლოგი იცახის რომ თევზს თქვათ რომ ყოველწლიურად 1-2 მილიმეტრით რაღაცა ემატება მაგრამ მუშაობს მან და ბიოლოგიური ქარისმიერი ეოლური პროცესი გამოფიტვის პროცესი და ნუ იმ დონეს ვერ ხედავთ თან გლობალური დათბობა წავიდა ის ყინულის დონები იწევს და ხო მაგრამ ის შეიძლება უფრო დავდაბლდეთ ვიდრე მაღლდებით კი ბატონო და უკვე წყლიდან ამოსულ ქვეყანაზე გრძელდება ვულკანიზმი და ესეთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვულკანური აპარატი და ცენტრი გვაქვს ყაზბეგის ვულკანი, ხო? მყინვარწვერი იგივე. კი, მყინვარწვერი. საკმაოდ ისე ინტენსიურად მოქმედი, საინტერესო ამოფრქვევებით და ეხა ახლანდელი შეფასებით ლამაზი ლავური ნაკადებით და ბუნების ძეგლებით, ხო? აი, როდის აქტიურდება და რა ფაზებს გამოყოფთ აი ამ აქტიურობის და აქვე უფრო მაინტერესებს კალდერას ჩავარდნა, აი პირვანდელი ფორმის დაკარგვა მყინვარწვერის. ო ეგ ფანტაზიებია და რაღაც არაჩვენა ვიცახით რომ ზოგიერთი მკვლევარი იძახის რომ 3 კრატერი ქონდა მყინვარწვერს ესაც ნუ აი ეს თათა წარმოშობა რომ დაიწყო მაშინდელი არის ეს მყინვარი აბოლოებს კავკასიონის მთისწინა ქედს ხოხის ქედის დაბოლოება არის რა და ამ იმაზე გავლენა ქონდა ამ წეღარო თქვით ამ რღვევას რა თქმა უნდა ამ რღვევას ქონდა მე სხვა რღვევებსაც გავლენა და მე ფაზებია აი კი თუ გავხედავთ კაი ამიჩი რო ჩანს აი რამდენიმე ნაკადი მოდის ლავის კი არის სხვადასხვა შემადგენლობისაც არის სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა შემადგენლობით კი ოღონდ არის ანდეზიტური ლავები მაგრამ შიგნით პროცენტულად მინერალიზაცია და ცემენტაცია სხვადასხვანაირია რა ანუ ამით შეგვიძლია დავადგინოთ კონკრეტული ლავური ნაკადი რომელ პერიოდს განეკუთვნება ეს ამაში გახმარება კი ძალიან არის ეგეთი ისინი და თვითონ მყინვარწვერს აქვს თავისი კიდე პარაზიტი ვულკანები რომელიც დამთავრდა ისა და აი როგორც არის თქვა ტყარშეთის ვულკანები იქეთ არის
შერხოტას ვულკანი, მერე იმის იქეთ არის ხარისარი და რაღა დიდი ხარის, პატარა ხარის იქით, ну მოკლედ მთელი ყელის ზეგან და გუდაურში ხალხი რო სრიალებს, ვულკანის ყელიდან სრიალებენ ისინი. იქ ორი ვულკანი იქ აქვს რა. კი ბატონო, კი გუდაურიც იდეაში მთელი ეს ზეგანი რაც არის გუდაურზე, ეს ვულკანური ლავა ხო, აი არის. საცა სერპანტინზე ამოდიორთ ის საიდანაც სრიალებთ გუდაურში, იქიდან წამოსული ლავის ნაკადები არის. კი ბატონო. აი პარაზიტი ვულკანი არის საინტერესო მოვლენა, ხო? ეს ნიშნავს, რომ აი ცენტრალური აპარატის გვერდით ხდება ამოფრქვა, რაც დაკავშირებულია მათ შორის რღვევებთანაც, ხო? ანუ სადაც უფრო მარტივი გამოსასვლელია ლავისთვის. აი რომ ამოდიო, წარმოიდგინოთ დიდი მრგვალი ის, რომდაც ლავა ასხავდა, პირველი რაც ამოვიდა. ამოვიდა გადმოასხა ლავა და გადმოვიდა, მაგრამ ის გაიყინა მე. ახალი წამოვიდა იმ გაყინულში ვერა და გვერდით აი ნახა და იქეთ გამოვიდა რა. კი ბატონო. აი ესეთი ისენი სიტუაციები იყო რა. და დაახლოებით აი რა პერიოდშია მყინვარწვერი აქტიური? ყველა აი რო ვთქვათ, ну დღეს ახლა რაღაც რიგ წყაროებში მოხსენებულია როგორც მიძნებული ვულკანი, რიგ წყაროებში როგორც მიძნების პროცესში მყოფი, ну აქაც რაღაც წამიკითხავს აზრთა სხვადასხვაობა. რაღაც წყაროები ახლანდელი, რაც თვალწები ტაილანდელი მეცნიერებისგან იყო ჩატარებული 750 წელსაც ასახელებენ ძველი წელთაღრიცხვით, მაგრამ ნუ სადაო თარიღია საკმაოდ, ხო? იმიტომ რომ ყველაზე ახალგაზრდა რაც ჩვენთვის ცნობილია ტყარშეტის ვულკანი, ეს არის დაახლოებით 18000. 18000 იყო, აი ჩვენ და მე 6000-მდე დაწია რამდენიმე მეცნიერმა, მაგრამ მაგაზე მეორე შესაძლებელი გვაქვს არქეოლოგების მხრიდან პასუხი. იმიტომ ვაგ ვულკანის ძირში ნაპოვნი არის ამხელა ჭურჭელები ანტიკური ხანის. 6000 კი არა, უფრო მეტის ხნის არის ის ჭურჭელი და ამ ვულკანებში როგორ ცხოვრობდნენ ის ხალხი არ ვიცი. ცოტა არ იყო, ცოტა რთული შესახვედრია ორი მოსაზრება ერთმანეთთან. ორი მოსაზრება ის საკამათო საკითხი არის რა. კი ბატონო. ან დღევანდელი მყინვარწვერი, რასაც უყურებთ, ეს არის კონუსური ვულკანი. კი. გამოდის და ამ ვულკანის აქტივობამ აქაც და მათ შორის პარაზიტ ვულკანებშიც ლავურმა ნაკადებმა და თერგმა მოქცა ის ლანდშაფტი, რაც დღეს გვაქვს უკვე ხევის. ნუ აქედან ჩვენ წავიდეთ და ვნახოთ პარაზიტი ვულკანები ტყარშეტის და შემდგომ უკვე იმაში ძალიან კარგი გამოსახული არის აი ლაური ღვარები. კი ბატონო. და შემდგომ უკვე თრუსას ხეობის ძეგლებზეც ვისაუბროთ, იქ კიდე არავულკანურ ძეგლებიც დაგვხვდება. სიონიდან გვაქვს საკმაოდ საინტერესო ხედები, ხო? რამდენიმე მნიშვნელოვანი გეოლოგიური ძეგლი ჩანს. ეს არის ტყარშეტის ვულკანები, პარაზიტის მოწმეები, ტყარშეტის კანიონი და დროებითი ტბის დანალექი ფენები. რა არის ეს პარაზიტი ვულკანის მოვლენა, ხო? რა კავშირი აქვს ამას მყინვარწვერთან და აი ეს მოვლენები, გეოლოგიური პროცესები, რაც მიდიოდა, ამაზე რო ვისაუბროთ. უფრო თავიდანაც რო დავიწყოთ, ეს კიდე არის ძალიან საინტერესო ადგილი, საცა გადის ძალიან დიდი ტექტონიკური რღვევა. გამოდის აი აქიდან, აი ხეობას მოსდევს, გადადის აი ესე და ელიას მთა ქვია რა. იმაზე გადადის რა. იქ ელიას მთასთან გვაქვს კიდე საანთიმონიტის საბადო. და აქეთ მხარეზეც არის ტყარშეტთან რა. ეს არის შუა იურული პერიოდი შედის ზედაიურულ პერიოდთან და რღვევა კეთდება ძალიან დიდი ტექტონიკური რღვევა და ამ ტექტონიკურ რღვევას როგორც ყველგან ისე მოსდევს ვულკანები სუსტი ადგილია ანუ ტექტონიკური რღვევა და მოსდევს ვულკანებიც და ვართ ვულკანების მხარეში ასე ვთქვათ რა. საკმაოდ ბევრი ვულკანი გვაქვს. კი, საკმაოდ და საკმაოდ ყველაზე ახალგაზრდა. კი ბატონო. ყველაზე ახალგაზრდა, აი რომ უყურებთ, აი ეს არის ტყარშეტის ვულკანი. ყველაზე დიდი, მაგრამ ეს არის პარაზიტი მყინვარწვერის, მაგრამ ამ იმას ტყარშეტის ვულკანს კიდევ ორი კრატერი აქვს თავისი. კი ბატონო. ერთის ლავა გადმოდიოდა იქეთ მხარეს და მეორე არის აი ეგ. აი პირდაპირ ხედავთ მაგაზე. ამას როგორც ათარიღებდნენ ადრე ძველი დათარიღები 18000 წელს აძლევდნენ, მაგრამ უფრო ახალგაზრდად
გამოიყურება რა. აი რა ვიღოთ, ამის ამოფრქვევა, ჯერ ის იყო, იქ ჩამოვიდა, იქამდე იმას კიდე ხელშეს და გორიციხის დღევანდელი გორიციხის კიდე პატარა ვულკანი აქვს, პარაზიტი, დაბლა, რომელიც აი პირდაპირ თვალით ჩანს, რომ არ იყო რა დიდი ამოფრქვევა. აქეთ უფრო ქაბარჯინა გვაქვს ვულკანი, ეს უფრო ძველი ვულკანი არის, ეს უფრო მიწისქვეშა, წყალქვეშა ვულკანად ითვლება რა. ანუ ჯერ კიდევ როცა ამოსასვლელი იყო ოკეანის ფსკერიდან, ხო? კი, მაშინდელი პერიოდია, მაგრამ რო ამოვიდა დიდი ხანი დარჩა რა, მოდი ჯერ იმაზე გავამახვილოთ ყურადღება. და რო ამოიფრქვა ისა, გაკეთდა ხო გაუკეთდა კრატერი რაღაც. და კრატერი, ნუ ეხლა გეოლოგები მაინც ცოტა ფანტაზიაში გადავდივართ რა და იქ გროვდებოდა თვითონ დანალექი ქანის აი იმებს ეროზიის მოწმებსაც შევხედეთ, მათ ფიქლებსაც დავინახავთ. და სხვადასხვა შენაერთი სუსტად შეცემენტებული და გეოლოგები იმიტომ ამტკიცებენ, რომ სუსტად შეცემენტებული რო არის, ესე იგი წყალქვეშა არის რა. და მერე გაჩნდა შიგ ტბაო. ანუ კრატერში წარმოიქმნა ვულკანური ტბა. ვულკანური ტბა, ჯერ ყინულიც იყო იქ, გამყინვარებები, რაღაც ყინული, ისა ყველაფერი ერთად დაიპრესა და ისქენ და ბოლოს რაღაც ერთი კედელი, ნუ გადმოენგრა და იქიდან წამოვიდა ძალიან დიდი ნაკადი. და მოვიდა აი აქამდე. აი ეს ჩვენ საცავდა გავართ ესაც. ხო. ანუ ამ წყალმა მორეცხა. კი, თვითონ ის ნალექი არის აი ეს, აი გამოყოლებთ აი ეს. და მოვიდა გადაკეტა ეს ადგილი. და თურმე აი ქვეთ არის სოფელი. ნუ ტორნის ამოხევარდა ვარდისუბანი, მაგრამ იმის ძირ, აი საძირეებს თხრიდნენ წყალი რო გამოჭამდა თერგი. და ხეები იდგნენ ფეხზე. არყის ხეები. ის არყის ხის ეხლა შეგიძლია რომ იპოვო ფესვები და ისინი გამოაქვს რა თერგს. ანუ იმ დროინდელი ხეები მოიყოლა ამ ნალექმა, მასალამ და დააკონსერვა, ხო, ესე შეინახა ფეხზე მდგარი ხეები. ნამარხი ტყე შექმნა ფაქტობრივად. ნამარხი ტყე შექმნა რა და ის ხის ანალიზი რო წაიღეს, ნუ უკვე რაღაც ზოგი 10 იღებენ რაღაც 10000 წელი, 18, ზოგი 6000 წელსაც 10 იღებს, მაგრამ რაღაც 6000 ძალიან ის არის რა. ანუ სხვადასხვა მეთოდით ხდება ალბათ, ხო, სხვადასხვა. ხდება და მაგრამ უფრო საკვლევია რა ეს. კი ბატონო. და ამასთან ერთად მე ეს სხვა ვულკანის ნამოქმედარი ამ ადგილზე, ეხლა განვიხილოთ ისევ ის წყარშეთის ვულკანი. ყინვარწვერმა რო დაამთავრა თავისი ამოფრქვევები, გადმოუშვა აქეთ და იქეთ მხარეზე არის კიდე შერხოტა მეორე ვულკანი. კი ბატონო. ამან დაიწყო ამოფრქვევები, საკმაოდ დიდი ლავა, აი წითელი ლავები გამოსული და უკვე თერგთან რომ მოვიდა, თერგმა შეაჩერა მაინც წყალმა ის გააკეთა. მეორე არის აი ამის თავზე აი ისაც არის სალოცავიც. მეორე მამაწმინდის მეორე კრატერი მანდარი, მესამე უკვე აი ქვევით. აი ამანაც რომ ამოიფრქვა, ამანაც ჩამოვიდა და გადაკეტა თერგი. ეს არის ყველაზე ახალგაზრდა ამოფრქვევა. ყველაზე კავკასიაში არის. ყარშეთის ვულკანი ცნობილია, ეს ყველაზე ახალგაზრდა ვულკანი არის. და ამანაც გადაკეტა, აი თერგმა ჩაწერა და აი ეს კანიონი. ყარშეთის კანიონიც არის. ძალიან საინტერესო კანიონი, მაშინ გაკეთდა რა. ანუ გამოდის რომ რაღაც პერიოდი თერგი შეგუბებული იყო, ხო? კი. და თან აი ხო, ეგაც უნდა წარმოქმნილი რატო არის აი ტყელძირა ხეობებივით რა, მთელი ყაზბეგი რა. აი ახლა ერთი იყო აი შეგუბება, რომელიც ზედა გავრცობა არის რა, ტყელძირა. იმიტომ რომ ამან ჯერ თამანქნა ქაბარჯინა, მერე ყარშეთმა კეტეს რა ეს ხეობა თავისი ისა და ნალექს აღარ უშვებდა იქეთ და მოსწორდა რა, ვეღარ იმაშვებოდა. მერე ამის შემდეგ ცოტა ვარდება და მერე ყაზბეგისა, ყუროსი და ჩხერის დამოქმედარი რა, ასე ვთქვა, და იმათ ჩამოტანილ მასალა თერგს ვეღარ გააქვთ, მერე იმის შემდეგ დარიალის ხეობა ხო ძალიან ვარდნა არის, კი. კი, აი ეს დარიალამდე უფრო ხო რაღაც ბრტყელი სივრცე არის თითქოს, ხო, მთებს შორის მორტყელებულია და ხო, და ესეთი საინტერესო ადგილი არის რა გეოლოგია. თან კიდევ აი ეს საბადოები მეთქი მოძებს, ანტიმონიტი არის ძალიან ბევრი. ყარშეთის ვულკანზე. ხო, არა, ეს უკვე დანალექი რა. აი როცა გადმოდივართ შუაიურიდან ზედაიურაზე გადმოდივართ რა. ღუდუშაურის წყებას ცვლის უკვე ბურსაჭირის წყება რა. და ესა ტრანსგრესიულად ადევს ერთმანეთს რა, ეგეთი ის.
საინტერესო კიდევ ეროზიის მოწმეებიც, ხო? კი, ეროზიის თვითონ სანახაობრივადაც ძალიან საინტერესო და ლამაზი წარმონა ქნია. და აი ესე თან მოწმეს ვეძახით, ხო? რაღაცა ეროზიულ პროცესებზე გვიყვება. აი მათი ფორმაცია როგორ მოხდა ამ ტერიტორიაზე? აი რომ გამოვიდა და აი ესაც თვითონ ხო ნაკადია, ნაკადია მან დაიჭირა, მაგრამ მეორე ეროზიის მოწმე ისენია, ბოძები ვითკეთდება და ამ ბოძზე ზევიდან ფიქალი ან რაღაც დიდი ქვა არის დაფარება, რომელიც ჭიმა რომ მოდის, ეს ჭიმას არ უშვებს ის ქვა. და დარჩა ისე ბოძებად რა და დანარჩენი ეროზიამ ყველაფერი წალეკა და იმან დაიკავა და ხო ფაქტობრივად გვიჩვენებენ ხეობის სიმაღლე სად იყო და ხო რადონეზე იყო ხეობა და როგორ გაირეცხა ასე თქო. აი ესეთი ისენი გვაქვს რა. კი ბატონო, თავად ქაბარჯინასაც რამდენიმე პარაზიტი ვულკანი აქვს, მათ შორის იქით კობის მხარეს. ხო, ძალიან დიდი ლავები აქვს და აქეთ მხარეზე უფრო აი წყლიანი ლავებია რა, ასე ვთქვათ რა და უფრო იფიტება აქეთ მხარე, იმიტომ რომ შეცემენტების უნარი რა. არა, ნაკლებია. ნაკლები აქვს რა. სხვადასხვა ისა პროცენტული შემცველობა აი ქანებს როგორ ვარჩევთ ერთმანეთსგან ის გეოლოგები რა. სილიციუმ ორი, ან კვარცის შემადგენლობით რა. თუ სილიციუმ ორი არის ჭარბად, ესე იგი 65%-ზე მაღლა, მაშინ გვაქვს გრანიტებთან საქმე. 65-დან როგორც მახსოვს 45-მდე სიენიტებია და 45-ის ქვევით უკვე ბაზალტები და გაბროები არის რა. ბაზალტი ისა ზევით რა მოდის, გაბრო მიწაში რომელიც რჩება. ეგეთი ისენია რა და აი სილიციუმ ორი არის ბევრი რო გვაქვს თქვა ქანში იმისი ლავა ნელა მოძრაობს. კი ბატონო. საცა სილიციუმ ორი ნაკლებია იმისი ლავა სწრაფად მოძრაობს და გამრჩევადი არის რა. აი ესე იგი ბაზალტური ლავები ეგეთები არის და თუ გუმბათები და ისინი გაიკეთა ის უკვე ის არის. აი ეს ობსიდიანები რო არის ხო? ობსიდიანი არის იგივე სილიციუმ ორი რა. აჰა. არ მოძრაობს, ბლანტია ის. და საცა სილიციუმ ბევრია, ბლანტია და საცა ცოტა არის უკვე ხევადად მოდის. და უფრო მეტ ფართობს ფარავს ხო მოქცევებისას. აი ესეთი, აი ეგ როგორი კუთხეები აქვს გაკეთებული, აი ეს სასწაული ხედია, აი ლაური პირდაპირ ჩანს ლაური ნაკადის მიმართულებები როგორ ჩამოდიოდა. ჩამოვიდა რა, აი ორი კედელი აქვს შუაში. აქეთ ყობა ხეობა იყო ადრე და ხეობაში წამოვიდა. აი ესე ჩამოვიდა და ეს აქვე თერგმა ესეთი რაღაცები ქნა. ფაქტობრივად ყაზბეგის ხევის ტერიტორია არის ვულკანების და თერგის მიერ შექმნილი, ხო? კი და რაღაც ანუ ეს ისტორია არის ვულკანის და მდინარის ისტორია გამოდის. ვისაც აი გეოლოგია და გეოგრაფია აინტერესებს და კავკასიონი აინტერესებს, ეს გზა უნდა გამოირო, იმიტომ რომ კავკასიონის ჭრილი, მთლიანი ჭრილი ვლადიკავკაზიდან თბილისამდე აი ეკა ყველაფერს უყურებს. და ხევით კიდევ იმიტომაა განსხვავებული, რომ ამდენ ვულკანს, ამდენ მინერალურ წყალს, აი ვერცად ვერ შეხვდები რა. ლაბორატორია არის გეოლოგიური პროცესების, ესე გამოდის რა. კი. აი ეკაც გვაქვს კიდე მინერალური წყლები აი ეგ. გორის სიხის მინერალური წყალი. ხო, ადგილობრივად ვეძას უწოდებენ, ხო? ესეც ვულკანისთან არის კავშირში სავარაუდოდ. კი, როგორ არა რა. აქვს წითელი ფერის ნალექსი კეთებს, ხო? და ესეც ვულკანიზმთან იქნება კავშირში. ვულკანი იმიტომ რომ რკინას რეცხავს სადღაც, რკინიანი ქანებია და ამოდის და იჟანგება რა. და მოსდევს კარბონატული მასალა, ის ლექვა და გაზი მოსდევს CO2 რა. კი ბატონო. და მე მაქვს ესეთი საინტერესო ისტორია თქვენგან მოსვენილი. ამ ტერიტორიაზე, სადაც დროებითი ტბა იყო წარმოქმნილი ამოფრქვევის შედეგად და აი თერგი რო ჭრიდა კანიონს ამ ტბის დონე ნელა იწევდა და აი ეს მჟავე წყლის დანალექები მიგვითითებს ზუსტად აი ამ ტბის დაცლის ხარისხზე, ხო, სხვადასხვა დონეზე როგორ იდიო წყალი. მოკლედ საინტერესო ადგილია და სასწაული ადგილია რა. ეხლა გადავინაცვლებთ უკვე თრუსოსკენ. კი ბატონო. კი ბატონო. იქაც რღვევასთან მივდივართ, აი სამი რღვევა გვაქვს, აი კავკასიონზე არის სამი ძალიან დიდი რღვევა, ნუ სულ იურულ პერიოდში ვართ რა. აი ვიწყებთ იურა იყოფა სამად, ქვედა, შუა და ზედა. და სამივე პერიოდს გავდივართ რა, რომ ყველაფერს ხედავთ რა. აი კიდე გვაქვს
აი ეს იურული პერიოდის აი ანტიკლინარული თაღია ეგ. კი ბატონო. აი ეს გადმოტრიალებული. და ეს როგორ ისაა. ასე რომ დანაოჭება რომ მიდიოდა და ეს ერთ-ერთი ნაუჭი გვაქვს ეიმანთ მოხედრილი. კი მე ბატონო. ნაუჭთან ეთქობა ნაპრალი და ამოვიდა ლავა. ლავა. იმიტომ რომ სუსტი სუსტი ადგილია და ნახა მარტივი გზა კი, ნახა მარტივი გამოსასვლელად. გზა ნახა და საერთოდ აი მდინარეებსა და იმას რო უყურებთ რა ხეებს. იქ სუს რღვევების ადგილია, სუსტი ადგილია და მაგით რა. ახლა თრუსოს ხეობაშიც რო ავალთ, ახლა თერგი მოდის ყობიდან ვლადიკავკაზამდე სულ ჩრდილოეთი მიმართულებით მოდის, მაგრამ იქაც გვაქვს დიდი რღვევა, თრუსოს რღვევა, რომელზეც დაჯდა თერგი დასავლეთიდან აღმოსავლეთით მოდის რა და გამოტოვა აქეთა ხიდი, აი ეს მყინვარის რაზეც არის. წინ კავკასიონის წინაქედი და კავკასიონი აქეთ დატოვა ისა და შუაში გამოიეროს თერგმა რა. დასავლეთიდან აღმოსავლეთით და მე ყოფთან უკვე 90 გრადუსით მოუხვია და კეთრად მოუხვია და განაგზა ჩრდილოეთით გზა. და გაჭრა მთლიანი აი კავკასიონის აი ეს ნაოჭა სისტემა ასე ვთქვათ რა. კი ბატონო. ეხლა ვიმყოფებით ადოს მინდორზე. მდინარე თერგის ხეობისა და მნისწყალის შესართავთან. ეს ადგილი არის ძალიან საინტერესო თავისი გეოლოგიითა და გეომორფოლოგიური თვისებებით. აქ გეოლოგიური ქანები რო წარმოვიდგინოთ, აქეთ ამ მხარეზე გვაქვს ბურსაჭირის წყება, რომელიც არის შეცოცებული ეს ბურსაჭირის წყება არის შუაიურული და ზედაიურული წყება ჩადის ქვევით და შუაიურული ზევით ამოდის. შევარდენის წყება არის შეცოცებული, ესეთი შეცოცება არის. მდინარე თერგის ხეობაში, რომელიც მდინარე თერგი გამოდის თრუსოს ხეობიდან, უერთდება მნისწყალს. იქეთა ქედი, რასაც ხედავს, კავკასიონის წინარე ქედია, აქეთა მხარეზე არის კავკასიონის ძირითადი ქედი. ეს ხეობა როგორ ჩამოყალიბდა? აქ გადის რღვევა. თრუსოს ცნობილი რღვევა. რღვევა ყოველთვის სუსტი ადგილი არის და ის სუსტ ადგილზე მდინარე პოულობს გამოსავლეთს. ამიტომ მდინარე მოდის დასავლეთიდან აღმოსავლეთით, მიდის კობამდე და მერე მკვეთრად უხევს ჩრდილოეთით მიდის პირდაპირ და მიექანება დარიელისაკენ. ეს რღვევა ძალიან ცნობილი არის იმით, რომ შუაიურული ნალექები ზედაიურულ ნალექებს ზევიდან აჯდება, ასე ვთქვათ რა. შუაიურული არის რა ქვია ალენიდან ბათში გადავდივართ, ასე ვთქვათ რა. და რღვევა გადის აქ. ამ რღვევაზე არის ძალიან ღრმა რღვევა ესა და დაკავშირებული ამაზე ვულკანები და მინერალური წყლები. მაგრამ მაგას მე ცოტა ხანში განვიხილავთ რა, ვულკანებსა და მინერალურ წყლებს, მაგრამ ახლა ამ ადგილზე ვხედავთ ჩვენ კავკასიონის წინარე ქედს, რომელიც არის აგებული დიაბაზებით და დიორიტებით და რომელსაც ზევიდან კიდევ ადევს მყინვარწვერის ვულკანი. აი ეს ვულკანური განფენი მოდის აქეთ და პირდაპირ დარჩენილი არის იქან ნეკი. აი ეს ერთ-ერთი ფორმა არის გეოლოგიური. აქ კიდე არის ამ ხეობაში, აი ეს აქეთ მხარეზე რო წამოვიდეთ, აი ეგეთ არის ისა ვულკანი შერხოტა. ძალიან აი სასწაული ვულკანი არის რა. და აი იმისი ნალექები არის, აი ეს ანდეზიტები გამოტარილი. ხედავთ, მაგის მოსული არის ლავა და მერე ლავა რო ცივდება, ანდეზიტური ლავა იმას ბოძებისნაირ ჰექსაგონურ და პენტაგონურ ამეს ფორმებს ქმნის და აი ესე იფიტება რა. აი რო შეხედათ პირდაპირ იმას დაინახავთ რა. აქეთ ამ მხარეზე კიდე გვაქვს ვდგავართ აი ამის უკან არის ორი ვულკანი. ხარისარი, დიდი ხარისარი და პატარა ხარისარი. დიდი ხარისარი რო ამოიფრქვა, დიდმა ხარისარმა ლავა ვერ გამოუშვა, გუმბათივით გააკეთა.
მაგრამ მაგის გვერდზე არის აქეთ ერთი 9 კილომეტრით მოშორებული პატარა ხარისარი. იმას ქონდა ძალიან დიდი ლავა. ის რომ ამოიფრქვა, აი ჩამოვიდა აი აქანამდე, აი ძირი ის არის და ამ ხარისარმა გადაკეტა ეს ხეობა. გადაკეტა. აი რომ წარმოვიდგინოთ, აი ეგეთ ხარისზე არის გაშლილი ხეობა, შიგნით შევდივართ გაშლილი ხეობა და შუაში გვაქვს კანიონი. იმიტომ რომ ლავა დაეჯახა აქეთ ხარისზე გადაკეტა თერგი და მე თერგმა ჩაჭრა ეს ხეობა. და რო შეხედოთ, აქეთ მხარეზე გვაქვს ბურსაჭირის წყება დანალექი ქანები, აქეთ მხარეზე გვაქვს ანდეზიტური და ციტური ლავები. ეხლა ამოვედით აქ რომ გადავხედოთ თერგის ხეობის, ანუ ადოს მინდორის ტყელძირა ხეობას. ლანდშაფტურად ეგრეა. და ვიმყოფებით პირდაპირ კიდეზე, კიდე ვულკან პატარა ხარისარის ლავის კონტაქტი ხეობასთან, ასე ვთქვათ. ძირია რა, იმის ხეობის. აი რომ შევხედოთ კიდე, იქეთ მხარე არის ისე ბურსაჭირის წყება, მე ეს ბურსაჭირის წყებაში წეგანაც ვთქვი რომ იმალება ზედაიურული თიხიან ფიქლიანი და შევარდნის წყება და აი რომ გავხედოთ აი მთებს, ხედავთ როგორ დანალექი და დანალექი ქანები ამოზიდულია ზევით, ეგ შრები ეტყობა რა. მიწარო ამოვიდა ზევით. კოკასი რო ყალიბდებოდა, რომ მოაწვა, თქვა ფილაქანი იქედან, რუსეთიდან, რუსებს უგვაწუხებენ რა, ასე ვთქვათ. ხო და ამოიწია ესე და აი დანაოჭებული, აი ეს დანაოჭებული სისტემა გვქონდა. აი სისტემის კონტაქტი პირდაპირ ვულკანურ განფენთან არის, ხარისარის ვულკანურ განფენთან. აი იმას შეუშალა მაშინ ამოწსული იყო ისა და ესე წამოვიდა ლავა. აგერ მხარეზე განეფინა რა. თრუსოს ხეობა ცნობილი არის თავისი მინერალური წყლებით. ეს მინერალური წყლების შემადგენლობაში შედის კარბონატულები, ანუ და დედამიწის ზედაპირზე რო ამოდის ეს წყლები, უკვე ლექვას იწყებს და წარმოიქმნება ტრავერტინები. აქ ტრავერტინების სისქე თითქმის 12-13 მეტრამდე გვაქვს რა, ისეთი ძლიერი ტრავერტინები. და ახლა მოვიდე ერთ საინტერესო ადგილზე, სადაც აი ტრავერტინებია გამოლექილი. აი აქ რო შევხედოთ, ზოლები რო არის. ამ ზოლებით შეგვიძლია დავადგინოთ, რამდენი წლის არის ეს ტრავერტინი. ეს არის ზაფხულ ზამთარი. ზამთარში თოვლით იფარებოდა და აღარ ილექებოდა და ზაფხულში ილექებოდა. შეგიძლია გაიგო კიდეც იმ წელს, როცა ის ილექებოდა, თუ სქელი არის, ესე იგი დიდი ზაფხული იყო. თუ წვრილი არის, ესე იგი იყო ვიწრო თოვლიანი ზაფხული. ნუ მთელი კლიმატი შეიძლება გაიგო აქედან. ამაში კიდე თუ გატეხავ, ფოთლები ამოდის, გაიგებ რა მცენარეებიც ყოფილა თურმე აქ ხეები და აი მას თუ შეხედავთ, ხედავ? და მცენარე რომ თქვა მოკვდებოდა ან რაღაცა მოვიდოდა, ხო ეცემოდა. მე ტრავერტინი ფარავდა იმას. მე დალპა ისხედა ესეთი გვირაბებით აქვს გაკეთებული იმებს. აი ცოტა ან ქვადარჩებოდა რაღაც, აი ხედავთ როგორ ისენი აქვს ზოლები რა. აი ეს რო გავტეხო რა, აი მაშინ ფოთლები იქნება იმებში შიგნით. აი ხედავთ პატარა დარჩენილი ის ტოტის ნაგლეჯი. აი ფოთლებითა და იმით არის სავსე რა და ასეთი წყებები გვაქვს ძალიან ბევრი რა ტრავერტინების. და თუ აი იქეთ მხარეზეც გავიხედავთ, აი ხედავთ იმ დონეზე მოდიოდა გაშლილი იყო ეს ტრავერტინები, ხედავ რა ხელა ის იყო რა. მე თერგმა ჩაჭრა რა და აქეთ მხარეზე დარჩა ტრავერტინი და იქეთ. მოგეთ ახლა ვიმყოფებით ძალიან საინტერესო ადგილზე. აი ვულკანი ხარისარის მიერ გადაკეტილი ყველაზე ვიწრო ადგილზე. ხეობასა გადაკეტა. აქეთ აგვაქვს, აი ნახეთ რამხელა სიმძლავრის ლაური ნაკადი გვაქვს. აქეთ მხარეზე გვაქვს ფიქლები, უკვე წყება, კასარის წყება, ფიქლიანი წყება. აი რომ წარმოვიდგინოთ მაშინდელი 18000 წლის წინანდელი დრო, როცა ხარისარი ამოიფრქვა, წამოვიდა და ეს ლავა პირდაპირ მიეყოდა აქეთ მხარეზე.
თლა და მე ბოლო ნაწილი ხო ჩქარ გაცივდა და დინარე ხო სადღაც ხო უნდა წასულიყო და ამათ კონტაქტში იარა და გაჭრა რომ ასე რომ აქეთ ხარზე ჩვენ დგავართ ახლა ფიქლებზე, დანალექანებზე, იქეთ ხარზე უყურებთ ვულკანურ დაციტურ ლავებს. აქ კიდე საინტერესო რა არის რომ ალბათ 18000 წლის წინა და იმის წინაც რა მოდიოდა იქეთა მხრიდან მდინარე. აი ეს მდინარე ხედავთ რომ გამოდის ამ ლავის ძირ გამოდის. ესე ლავამ დაფარა ის, მაგრამ იმ მდინარის ნაკადი მაინც ვერ შეამჩნია და გამოდის იმის ძირიდან. ის ხეობაში ეს ლავა ხეობაში წამოვიდა. ხეობა იყო, ქედზე ხوار წამოვიდა, სადაც დაბალი ადგილი ხაი გამოვიდა. და მდინარის ხეობაში გამოვიდა, ეს მდინარე კიდე მაინც მოყვება რა. აი ეგ საინტერესო ადგილზე ვართ რა. უბრალოდ როგორც ხეობის დასაწყისიდან ვთქვით, ბრტყელძირა ხეობაში გამოვიართ თრუსოს ხეობის, მერე კასარის ვიწროები გადმოვლახეთ, რომელიც არის ვულკან ხარისარის მიერ გამოწვეული და ისევ გამოვედით ბრტყელძირა ხეობაში. ეს ხეობა გრძელდება 1.15 კილომეტრი მანძილი. მდინარე არა, სივრეტა ქვია სოფელს და ისაც არის. მდინარე სივრეტას წყალი. მერე იქიდან გადავდივართ ხელადურას უღელტეხილზე ჩრდილო კავკასიაში. და აი ეს სივრეტამდე, მდინარე სივრეტამდე არის სულ ბრტყელძირა ხეობა და გვერდზე შეერთებული რაცა გვაქვს ხეობები ჩამოდის, სუატესის წყალი ჩამოდის და კიდე რამდენიმე ხეობა, ყველა არის მყინვარეული. ანუ ტროგისნაირი ხეობები, უსებური ხეობები. ზედ მყინვარეულები გვაქვს, მერე გვაქვს რა ქვია, ბრტყელძირა ხეობა. აი ახლა კიდე ადრეც რო აღვნიშნე თრუსოს ეს ცნობილი რღვევა, რომელიც გადის ზუსტად ამ ადგილზე და ამ რღვევასთან დაკავშირებული ეს ვულკანიც და ეს ტრავერტინებიც. აი ტრავერტინების ველი, ეს არის წითელ წიგნში შეტანილი ეს. აუცილებლად გასაფრთხილებელი ადგილი არის. ამის შემდეგ ამაზე კიდე გამოდის ტბა გვაქვს იქა უძირო ტბას ეძახის, ზოგი აბანოს ტბას ეძახის, რომელიც დუღდა ამოდის გაზები. და გვაქვს კიდე ზევით კასარის ვოკლუზი, რომელიც მდინარე გამოდის უცბად მთისძირიდან. და ილექება იქვე მოკლედ ახლა ტრავერტინებზე. ტრავერტინი არის წყალი, რომელიც იჟურება მიწაში, მერე იქ რაღაც გაივლის კირქვიან ნალექებს და კიდე შეიძლება რკინიანის გაიაროს და გააჩინია. მერე ფერს როგორც დავინახავთ რა, რომ თუ ძალიან კირქვებში გაიარა, ლექავს კირქვას კალციუმ CO3 და რო ამოდის ზედაპირზე, ეს კალციუმ CO3 იხსნება და ილექება იქვე. და ამის სიმძლავრეები საკმაოდ დიდი გვაქვს. კომუნისტების დროს დათვლილი იყო, ეს ითვლება კიდე კარგ საამშენებლო ქვად. აი ძველ ეკლესიებზე და იმაზე რომ ნახოთ, სარკმელები და რაღაცები სულ ტრავერტინის ქვით არის გაკეთებული. აქ კიდევ არის ერთი ადგილი აი ქვევით, რომ მღვიმეში არა, მაგრამ სტალაქსისას ვხედავთ და სტალაგმიტსაც რა, რო ილექებიან ერთმანეთს. ეგეთი ისენიც გვაქვს ნალექები. ხო, აი ეს ძალიან გასაფრთხილებელია ეს. ანუ მოსავლელია, რომ აი მანქანის გზაც თითქმის ტრავერტინებზე გადადის. იქნებ რაღაცა, რომ აი გარემოს დამცველმა ქნა, რომ ეს შევინარჩუნოთ რა ეს ბუნების ესეთი საოცრება რა. ბევრგან არ არის რა ესეთი რამეები და აუცილებელია რა. კი არ წითელ წიგნში შეტანილი, მაგრამ აქ ხალხი შედის, წყემსი რაღაცა ისა გზა ჭირდებათ რა. ჩვენც გვჭირდება რა, ასე ვთქვათ, გზა და მაგრამ გამოდის რომ ვაფუჭებთ. ეს იცი შავი უკვე წყალი აღარ ამოდის იმ ადგილზე. საერთოდ მდინარე მიცის ცვლილება. მდინარე არის მებრძოლი, ასე ვთქვათ. ერთმანეთს ებრძვიან მდინარეები, აი ქედზეც და ყველა იტაცებენ რა წყლებს. ხან იქეთა მოიტაცებს, ხან აქეთა და მაგიტომ შავდება რა ის, აი კვდება მაგიტომ რა და შეიძლება მომავალ წელს მოხვიდე და აქეთა მხარეზე იყოს ის გაშავდეს რა. ეგ არ არის რა ის დიდი პრობლემა, ასე ვთქვათ. ბუნებრივი პროცესი აქვს ადამიანის
ჩარევა და რაღაც არ ხდება რა. აი სულ მინერალური წყლები არის რა. სულ აი აბანოს ტბა ახლა მე გაჩვენებთ რა იმასაც რომ ჩემ დროს ბავშვობაში რომ დავდიოდი აი გაზი ამოდიოდა რა და რაღაც ჩარევის გამო ცოტა შეილახა რა ეგენი და ერთ მწკრივზე არიან გალაგებული აი როგორ ეთქვა რომ რღვევაზე არიან და თან დინარე ჩამოდის და დინარის პირას ესენი გვაქვს რა აქეთა გვაქვს კავკასიონის ძირითადი ქედი აი ეს ქედი აი კიდევ გადმოდის ესე ეს არის წინა კავკასიონის წინა ქედი ეხლა ვიმყოფებით ერთ-ერთ ცნობილ წითელში წიგნში არაორგანული ბუნების წითელ წიგნში შეტანილ აბანოს ბუყბუყა ტბასთან. ხან ზოგი აბანოს ტბას ეძახის, ზოგი ბუყბუყა ტბას ეძახის, ზოგი უძირო ტბას ეძახის. აქაც ამოდის მინერალური წყალია და ამოდის CO2 ძალიან დიდი რაოდენობით. ამ უпростоრად ამოდიოდა. ჩემ ბავშვობაში ჩანდახობ. ასე რომ შეხედავდი გეგონა რომ აი დუღდა რა, აი თითქმის აი სიმაღლეზე ამოდიოდა რა შეხებები რა. სასწაულის სანახავი იყო. მაგრამ დღესდღეობით ეგეთი ის არ აქვს რა. ესაც ამ თრუსოს ცნობილი რღვევის ერთ-ერთი ნაწილი არის რა, რომ ამოდის აქ ესისა. და აქ რკინა უფრო მეტია, ხედავთ, რომ წითელი გამონალექი აქვს რა. და ამ ტბას უძიროს ეძახოდნენ. ზოგი იძახოდა 80 მეტრავს, მაგრამ შარშანწირ გავზომეთ, ასე ვთქვათ რა და ტბა არის აი გრძი აქვს მოდებული ტრავერტინის ნალექი აი ქვევრივით არის რა და მაქსიმალური 4-6 მეტრ აქვს სიღრმე რა მეტი არ არის რა და ეს ზეგან ტრავერტინებზე რო ვიყავით ეს ბუყბუყა ტბა და ქედრიზის მინერალური ვოკლუზი ერთ ხაზზე მდებარეობენ რა და სამივე ძალიან გაზიანი ანუ CO2-იანი წყალია რა ვიმყოფებით ახლა ბუნების ერთ-ერთ საოცრებაზე ქეთრისის ვოკლუზი. დინარე, რომელიც არსაიდან უცბად კლდიზირდან გამოდის ძალიან დიდი დებედით. და თუ არ ვწდები, დღეღამეში 1,5 ლიტრა არის. ეს უიშვიათესი ბუნებრივი მოვლენაა. და ეს მინერალური წყალი, რომ ჩამოდის ნელ-ნელა, მერე იქეთ თავ კედლებს იკეთებს და ვითომ თავის ღარს აკეთებს რა და მდინარეზე ძალიან ბევრი წისქვილებიც არის ჩადგმული, ერთი 6 წისქვილი არის. ძალიან გოგირდის სუნიანი და რკინის შემცველობით არის. მოკლედ, ბევრ საინტერესო პროცესზე ვისაუბრეთ. ვულკანებზე, ტბებზე, კანიონებზე, შავი წყლებზე. აი რომ შევაჯამოთ თქვენი ესეთი საყვარელი ან ფავორიტი ბუნების ძეგლი რომელია ხევს და ერთი გაქვთ შეფასებული. მე ყველაზე მაგრად მაინც დევდორაკი არის ჩემთვის ყველაფერი. დევდორაკი და აი ხდეა აი პირველყოფილი ბუნება ჩემთვის რა. ეგ არის დევდორაკი უფრო მათ სპილენძის საბადოებზე ნამუშევარი ვარ. ალბათ ბოლო მოჰიკანი ვარ რა ვინც მაგაზია ნამუშევარი. ნუ ძალიან მიყვარს რა ეგ ადგილი რა ის რთულია და აი მიმზიდველია რაღაც სასწაულად რა. ხაი ერთად ახარ აი არის საბადო, არის ქვათაცვენა ესეთი იქეთ მყინვარის უყურებ და აქეთ ყინულის ენა ჩამოგდის და იმის ჭახაჭუხი ისმის ყინულის
სხვანაირი ხმა აქვს რა. მთლიანად გრძნობ ხო, რომ აი ბუნებაში და გრძნობ იმას, რომ არაფერი არ ახარ. ხო, ესეც უნდა გკითხოთ, აი არავინ არ ახარ, აი ბუნებაში ხარ ერთი არაფერი რა. აი იმხელა ძალა აქვს ბუნებას რა. აი რა გასწავლათ ბუნებასთან თანამშრომლობა უნდა შესწავლო, ხო? ადამიანურ დონეზე მაინტერესებს, აი თქვენზე როგორც პიროვნებაზე. ბუნებას უნდა გამოვართვა იმდენი რამდენიც ვერ შეიტყოს ბუნება. აი თუ პატარა ერთი ნაბიჯიდაც ზედმეტი გამოვართვი, წაგლეკავს. მოქსპობს, მთლიანად მოქსპობს რა. სულ გადაგაგვარებს რა. აი შე არაფერი არ ახარ რა. რამდენიმე ბულდოზერი და ტრაქტორი მიაყენე და საბადოდ ხარო და ის თავის შედეგს მოგცემს რა, რომ ბუნება მიხვდება მაგას. ცოცხალია ჩემს ბუნება რა. არა ორგანოს კი ვეძახით, მაგრამ მაინც ცოცხალია. რასაც პატარა გაუფუჭებ, 10 იმდენს გაგაფუჭებს. ეგ არის რა. და ის ბუნება ყველაფერია ჩემთვის. ო, ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ, ხო? კი. ინტუიციურად ხვდებოდნენ. როგორ არა? დღეს რა კი ეს შეგრძნება გვაქვს დაკარგული, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ინტერესი არსებობდეს მეცნიერების მიმართ და კი, აუცილებელია. მადლობა თქვენ მეცნიერების პოპულარიზაციისთვის, იმიტომ რომ თავის დროზე ჩემში მოახდინეთ ეს პოპულარიზაცია და მადლობა დღევანდელი საუბრისთვის კიდევ და იმედი მაქვს, რომ იმ სხვა ბევრ თემაზე სასაუბროთაც შევხვდებით და კი ბატონო და უფრო დაწვრილებით და იმით აი ძალიან მინდა აი თქვენთან ერთად აი მარტივიც გეოლოგიური მარშრუტიც გავიაროთ. აი როგორ არის მაღწერა, როგორ მიდის ბუნების, როგორ ლუპით ახლა დავდივართ და ტეხავთ ქვას, ხანას პოულობ, მერე იმ ადგილს დაზვერავ, რაღაც ძალიან აზარტული სპეციალობა რა. კი ბატონო. და ძალიან მაგარი რა. გავაკეთოთ ესეც და მინდა რომ ბევრმა იცოდეს რა საქართველოში. მოეშვა თასვალს და ბუნება ყველაფერს კარგს გასწავლის. შეგაჩვევს ყველაფერს რა. ზოგს ეშინია აი ბალახზე ფეხის დადება და ისა რომ აი რაღაც ზოგი ისეთი ფანატიკი ბუნების ისა რომ აი ბალახი აი გადავთელე და რა მოვა. ყველას თავისი ადგილი აქვს რა. კი. რაღაცა ოქროშუალედი უნდა ვიპოვოთ და აუცილებლად ჩვენ თვითონვე ვიცხოვროთ ამ ბუნებაში. ბუნება არის აი ტკბილი და დამამშვიდებელი ყველაზე დიდი რამე არის ბუნება რა. ბუნება ჩემთვის არის ღმერთი. ეს არის ყველაფერი რა. რაც შექმნილა რა, ეს სამყარო შექმნილა და ეს და უფლება მოგცა რომ რაღაცა ხანი დედამიწაზე გვაცხოვრებს და აი ამ სილამაზეს უყურეთ. ამაზე დიდი მადლობა უნდა გადავხადოთ ბუნებას რა. არ ვიცი მე ჩემთვის ყველაფერი. კიდევ ერთხელ მადლობა შთამბეჭდავი სიტყვებისთვის.